მოსკოვში პირველი ვიზიტი იყო მიხეილ სააკაშვილის, ჩემთან მოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი და მითხრა, რომ მიშამ შემოგითვალა, კარგი იქნება თუ შენზე რაიმეს კარგ დადებიც ეტყვიან მოსკოვშიო. ვიზიტად მიდიოდა. მე ჩავთვალე, რომ ეს მას იმისთვის სჭირდებოდა, რომ რაღაც კეთილგანწყობა ჩამოვარდნილიყო, დავრეკე მოსკოვში, მთხოვე. იმათმა მიპასუხეს, გჭირდება შენ ესო. მე ვთქარ, ეს მე არ მჭირდება ეს ეტყობა, იმას სჭირდება მეთქი. მართლაც, როდესაც ჩავიდა მოსკოვში, დილის საუზმეზე ერთხელ პუტინმა უთხრა, რომ აი თქვენთან უშიშროების მინისტრი იყო, კარგი ბიჭი იყო, ჩვენთან კარგად თანამშრომლობდაო და მიუგუბრუნდა პატრუშევს. რა გვარი იყო? მან უპასუხა, რომ ხაბურძანიო. ხო, აი ხაბურძანიაო და კარგი იქნება თანამშრომლობის იმ დონეს, რომელიც მის დროს ჰქონდა, თუ შევინარჩუნებდო. თან პუტინმა უკვე იცოდა, რომ მე მოხსნელი ვიყავ, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში გაფრენის წინ განაცხადა, რომ მომავალ მთავრობაში ხაბურძანიას ადგილი არ იქნება. ანუ თქვენზე რაღაც მაინც უთხრეს და თქვენ როგორ მოახერხეთ პუტინამდე ამ ამბის მიტანა? რა წყაროებით? ანუ თქვენ პუტინს ვიცნობდი, მასთან ვიწრო სამკაციან ვახშამზე ყოფილ ვარ და მოახერხე ეს პატრუშევის მეშვეობით, რომელიც ჩემი კოლეგა და მეგობარი იყო.